მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე მინდა გესაუბროთ საბერძნეთში ნაკლებად ცნობილ ადგილებზე, ლაპარაკი არა მაქვს ათენის და სალონიკზე, ეს უკვე ყველა მიწის, როდესაც საბერძნეთი გვესმის, მხოლოდ სალონიკი და ათენი გვახსენდება. მე მინდა ვილაპარაკო კურორტებზე, დასვენებაზე, მოგზაურობაზე და ასე შემდეგ. დღევანდელ დღეს ვისაუბრებ ბიუჯეტურ დასვენებაზე, როცა საბერძნეთი დასვენება და მოგზაურობა გვესმის, პირველი რაც ხდება არის სანტორინი, მიკონო, ზაკინთოსი, ხალკიდიკი და ასე შემდეგ. დღეს მე მინდა ვისაუბრო საბერძნეთის ნაკლებად ცნობილ ადგილებზე, მათ შორის ერთ-ერთი იქნება ბუნებაც. დღევანდელ ჩამონათვალში შევიყვანე 5 ადგილი, აქედან 4 არის კუნძული და ერთი იქნება ბუნება, სადაც არის მთები, კანიონები და ასე შემდეგ. მოდი პირველი დავიწყებ ახლა მე მთიდან, რომელსაც ეძახიან საბერძნეთის ფარუს აოცნებას, რომელიც სახელწოდებაც არის ზაგორი ვიგოსი. ზაგორი და ვიგოსი საბერძნეთში კომპანიებია, ცნობილი კომპანიებია, რომელიც აწარმოებენ მინერალურ წყლებს და აქედან ამ ადგილიდან მოდის მათი სახელწოდებაც. საბერძნეთის საზღვრების გარეთ ეს არიციან და ძალიან ბევრმა არ იცის ეს ადგილი. ზაგორი მდებარეობს საბერძნეთის ჩრდილოეთ დასავლეთით იონინას მხარეს, სალონიკიდან დაახლოებით 4-5 საათის მოშორებით არის, რომელიც შეიცავს 46 სოფელს. ანუ რატომ არის განსხვავებულია ზაგორი ვიგოსი? ჯერ იქიდან რომ მინერალური წყლები არის, მაგედან როგორც საქართველოში არის ბაკურიანი, ბახმარო და ასე შემდეგ, ესე არის მინერალური წყლები აქაც. შეიძლება გაიცნოს კითხვა, რატომ არის ეს ადგილი გამორჩეული და რატომ არის საოცრება. საბერძნეთის სხვა ქალაქებიდან და სხვა კურორტებიდან განსხვავებით, ამ კონკრეტულ მხარეში სახლები არის ქვიდან არანაირი თეთრი. როდესაც საბერძნეთზე ვლაპარაკობ და საბერძნეთი მოგდის მისში, საბერძნეთი ასოცირდება ზღვასთან, პლიაჟთან, თეთრ სახლებთან და ასე შემდეგ. ამიტომ არის ეს განსხვავებული ადგილი, იმიტომ რომ ვერ შეხვდები ვერც ზღვას, ვერც პლიაჟებს და ვერც თეთრ სახლებს. აქ ყველა სახლი არის ქვის. ძველებული იერსახია შენარჩუნებული, ასევე არის ულამაზესი ბუნება, არის ვიკოსის კანიონის, რომელიც ულამაზესი არის, ძალიან ლამაზი არის. არის მინერალური წყლები და ქვით ნაშენები სოფლები. ნაკლებად ცნობილი არის ეს ხალხისთვის. ძალიან ბევრმა არ იცის ეს ადგილი, მაგრამ ჩემთვის პირადად ჩემი განმოსახედიდან მე პირადად მირჩენია დასასვენებლად წავიდე მან, ვიდრე ზღვაზე. ზაგორი შესანიშნავი ადგილი არის მათთვის, ვისაც უყვარს ტყეები, ბუნება, ლაშქრობა და ასე შემდეგ. არის ულამაზესი კანიონი, კლდეები, სოფლები. შესანიშნავი ადგილია, რაც წარმოიდგინე ზღვიდან, პლიაჟებიდან და ხმაურიანი ბარებიდან უცბად ბრახტა ეჩიტები ალპურ ზონაში, სადაც ხვდები კანიონებს, კლდეებს, ტყეს და შესანიშნავი ბუნება არის რა. თუ გინდა ნამდვილი ბერძნული ტრადიციები გაიცნო, უნდა ახვიდე მათ რა. ზოგს შეიძლება დაინტერესდეს თუ როგორ შეიძლება მათ მოხვდეთ რა. სალონიკიდან გადის ავტობუსი იონინას მიმართულებით, იონინიდან გადის ვიკოსის მიმართულებით. მაგრამ იქ დაგეგმილად უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ავტობუსი დღეში ერთხელ მიდის იქ, შეიძლება წახვიდე ვერ ჩაუსრო და ერთი დღე მერე ლოდინი მოგიძიოს იონინაში, ასე რომ სანამ მან წახვალ დაგეგმილად უნდა წახვიდე, პირდაპირ დრო იცოდე და ყველაზე მარტივი საშუალება, თუ გაქვს საშუალება და ყავს მანქანა, ან თუ ტურისტულად ხარ ჩამოსული და გაქვს საშუალება რომ იქირავ მანქანა, პირდაპირ უნდა წახვიდე მანქანით რა. ძალიან მაგარი ადგილია, მე რაც ნახე. ღვთისმსწავლობით თუ ყველაფერი კარგად იქნება, მანდაც წავალ. ნამზაფხულს მაქვს ბევრი გეგმები და მინდა რომ რამოდენიმე მაინც შევასრულო. ეს ყველაფერი არის დამოკიდებული თქვენზე. მოეხლაც რომ შევამოწმე მე YouTube-ის სტატისტიკა, ჩვენი მაყურებლების 73% სახი არ აქვს გამოწერილი, მაგრამ იმედია რომ გამოიწერთ. თუ არ გაქვს გამოწერილი, გამოიწერე ახლა ვიარქი, მოიწონე ვიდეო და დააკომენტარე ჩვენი აზრი. დღევანდელ ვიდეოში ჩავსვი მხოლოდ 5 საბერძნეთის ადგილი, რომელიც ნაკლებად ცნობილი არის. თუ ვინმე მიცით და მე გამომჩა, რაღაც დამიკომენტარეთ თქვენი აზრი, მაგრამ გამორჩენის საკითხად შეიძლება უბრალოდ ამ ვიდეოში ვერ მოხდა. იმიტომ რომ ბევრი ადგილი მაქვს კიდე, რომლის ჩაწერას ვაპირებ. როგორც ვწერ ასე ვლოგს ახლა სტუდიიდან ასეც ჩავწერ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ახლოდან ჩავწერ მან ვლოგსაც. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენ აქტიურობაზე, დანარჩენი უკვე ჩვენზე. ზაგორი ოკეი, მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგზე. იმიტომ რომ საბერძნეთში ძირითადად დამსვენებელი ჩამოდის კუნძულიზე. გავაჩიე 4 კუნძული, რომელიც შედარებით ბიუჯეტური არის საბერძნეთში დასასვენებლად. ბიუჯეტური როგორ არ თანამდებდება სანტორინს, მიკონოს, ზაკინთოს და ასე შემდეგ, შედარებით ძალიან ბიუჯეტური არის და თუ გინდა მიიღო ხარისხიანი დასვენება, დათქვე ხედებით და გამოხვიდე ბიუჯეტურად, ეს ადგილები შენთვის არის. მოდი დავიწყოთ პირველი სკიათოსი. სკიათოსი მდებარეობს საბერძნეთის ჩრდილოეთით, სადაც 60-მდე პლიაჟი არის და ბარ არის ცოტა. საბერძნეთის ეს ადგილია, რომელიც შეიძლება უკვე ბევრჯერ გაქვს ნახი YouTube-ზე, TikTok-ზე და რომელიმე სოციალურ ქსელში.
პირდაპირ პლიაჟზე გადის აეროპორტი და თვითმფრინავი ლამის პირდაპირ პლიაჟზე ეშვება ასე რომ ვთქვათ რა. სკიათოს საბერძნეთში ანუ ერთ-ერთი კუნძულია, სადაც მოხვედრა შესაძლებელია, ну როგორც თვითმფრინავით რა თქმა უნდა, ასევე გემითაც. გემები გადიან როგორც ვოლოსიდან, ასევე ძირითადად უფრო ცნობილი არის სალონიკიდან. ჭირდება საათნახევრიდან 2 საათნახევრამდე გემს, გააჩნია ამინს და ტალღებს, ხოლო სალონიკიდან მიდის ჩქაროსნული გემი, რომელიც საკმაოდ ჩქარა მიდის და სალონიკიდან ჭირდება დაახლოებით 3 საათი. რაც შეეხება ბილეთებს, ბილეთების ფასი მერყეობს 50-დან 150 ევრომდე, ამას გააჩნია რა ტიპის მგზავრობა გსურთ, ეკონომ კლასი, ბიზნეს კლასი, იმყოფებით თუ არა ავტომობილით. ფასები ცვალებადია რა თქმა უნდა სეზონებზე, მაგრამ გემის გარდა თვითმფრინავიც მიდის როგორც ათენიდან, ასევე თესალონიკიდან, მაგრამ თესალონიკიდან პირდაპირ ფრენა არ არის, კრუგს არ ტყავს რა, თესალონიკიდან მიდის ათენში, ათენიდან უკან მოფრინავს სკიათოში. უმჯობესია პირდაპირ წახვიდე გემით სალონიკიდან, გემით წასვლა კიდე ცალკე სიამოვნება არის, მაგრამ თუ ათენისკენ ყოფებით პირდაპირ თვითმფრინავით ჯობია, დაახლოებით 50 წუთი არის ფრენის ხანგრძლივობა. და საკმაოდ კომფორტული არის, 1 საათში ჩათვალე იქ ხარ და ახლა ვილაპარაკო თუ იქ რა ხდება, სასწაული ხედებია, ძალიან ლამაზი ადგილებია, ვარ ჩამოუვარდება საბერძნეთის ეგრეთ წოდებული ძვირიან კუნძულებს, სადაც დასვენება კატასტროფული ფასები ხდება, არც აქ არ არის ნაკლები ბუნება, დაახლოებით დასვენება ხდება სასტუმროს ფასები სეზონებზე იწყება 50-60 ევროდან დაახლოებით, ადგილზე თუ ჩახვალ დაჯავშნის გარეშე ალბათ 80-100 евро და შემდეგ უკვე ადის, მაგრამ გააჩნია თქვენ რა სტილის დასვენება გნებოთ. თუ მაინდა-მაინც გინდათ ძვირადღირებული და 5 ვარსკვლავიანი, არც მაგის პრობლემა არ არის და მაგის ფასები არის 300 ევროდან ზემოთ. არც მაგაზე არ დაგწყვეტავენ გულს, თუ მაინდა-მაინც ფულის დახარჯვა გინდათ. და საერთო ჯამში მოდი შევაფასოთ სკიათოში, რადგან არის ნაკლებად ცნობილი ადგილი და არ არის ეგრეთ წოდებული ლაქსერი კუნძული, დასვენება შედარებით ბიუჯეტურად გამოგივათ და საკმაოდ კარგად, ბევრად არ ჩამოუვარდება. იგივე ფერი ზღვა არის, იგივე ფიშა არის და რავი რა გითხრათ. და არც ადგილები არ აქვს ცუდი და სკიათოში მე პირადად მაქვს ხოლმე ვიდეოებში ნახი, მაგრამ წელს მაქვს გეგმაში რომ წავიდე, გადავიყავ და საკუთარი თვალით შევაფასო იქაური სიტუაცია და გადმოგცემ თქვენს. მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგ კუნძულზე, რომელიც ესეც ნაკლებად ცნობილი არის საბერძნეთის საზღვრებს გარეთ და საკმაოდ ბიუჯეტური არის, მაგრამ სანამ გადავიდოდე არ დაგაუწდა სახის გამოწერა, გამოიწერეთ ჩვენი არხი. თან დააკომენტარეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ. შემდეგი კუნძული ჩვენ სიაში არის მილოსის მღვიმეები. მილოსის მღვიმეები საბერძნეთში ცნობილი ადგილი არის. არ არის ცნობილი ადგილი, მაგრამ საბერძნეთის საზღვრებს გარეთ ნაკლებად ცნობილი ადგილია. მილოსის მღვიმეები ინახავს ძალიან ბევრ საიდუმლოებებს. არსებობს ლეგენდები, რომ ადრე რამოდენიმე საუკუნის წინ იყო მეკობრეების ერთ-ერთი სამალავი ადგილი. მილოსის მღვიმეები, ასე რომ ვთქვათ, საუკუნეების განმავლობაში გამოთალა ზღვა. სულის შეჯახების შედეგად გაჩნდა ეს მღვიმეები. სადაც მოხვედრა შესაძლებელი არის მხოლოდ ნავით. და როდესაც მიდიხარ ნავით, საოცარი ადგილები არის. ზღვასაც რო უყურებ, ზოგ ადგილებში ლურჯია, ზოგ ადგილებში ცისფერია, ზოგ ადგილებში მომწონო ფერში გადადის. მილოსის მღვიმეები გვაჩვენებს რამდენად ძლიერია ბუნება და რა უსუსურებია ჩვენ ბუნებასთან. რა თქმა უნდა, როდესაც ნავის ტურით მიდიხარ, შესაძლებელია მღვიმეებში ბანაობაც, როგორ ვთქვათ, კრისტალურად სუფთა წყალი არის. მილოსის კუნძულზე მოხვედრა შეიძლება როგორც საჰაერო გზით, ასევე გემით. იგივე როგორც სკიათოში ვთქვი, იგივე მანძილია დაახლოებით ათენიდან, ოღონდ ეს არის უფრო სანტორინის და მიკონოს მხარეს. ფრენის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 1 საათი და ბილეთების ფასები იწყება 50 ევროდან და სეზონიდან გამომდინარე ნელ-ნელა იმატებს ფასები. წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში რა თქმა უნდა უფრო იაფი იქნება. მაგრამ თვითმფრინავის გარდა გადადის გემიც პირდაპირ ათენიდან, ეგრეთ წოდებული პირიადან, რომლის ღირებულებაც არის დაახლოებით 30-დან 80 ევრომდე. კლასს გააჩნია რა კლასის გინდა მგზავრობა, ეკონომი, ბიზნესი, საშუალო. მგზავრობის ხანგრძლივობა არის დაახლოებით ათენიდან 2 საათნახევრიდან 3 საათნახევრამდე, რა თქმა უნდა. კიდევ ვიტყვი, რადგანაც გემით გადადიხარ, გააჩნია რამდენად აღებებული ზღვა შეგვდება ქარი და ასე შემდეგ. ძირითად დროს თამაშობს ამინდი და ამინდიდან გამომდინარე არის ეს დროს 2 საათნახევრიდან 3 საათნახევრამდე. ყველაზე კაი ვარიანტი 2 საათნახევარში ათენიდან უკვე იქ ხარ. მოდი ახლა გადავიდეთ მთავარზე. რა ხდება დასვენება მილოსზე, რა ღირს სასტუმროები და რა გვიზრდება კვება. მილოსზე სასტუმროები არ ღირს ძვირი, 40 ევროდან იწყება
ღამის პასები და ნუ მერე უკვე თქვენი არჩევიდან გამომდინარე ადის და ადის. არის 400 ევროშიც, 500 ევროშიც, 50 ევროშიც და 100 ევროშიც. და ნუ გააჩნიათ თქვენ რა გნებავთ, როგორ გნებავთ და ნუ როგორი სტილის დასვენება გნებავთ. მოდი ახლა გადავინაცვლოთ საბერძნეთის სხვა ადგილას, რომელსაც ქვია კუფონისია. კუნძულების ჯგუფი, რომელსაც ეძახიან საბერძნეთში პატარა სამოთხეს. პატარა სამოთხეს იმიტომ ეძახიან, რომ იდეალური ადგილია რელაქსაციისთვის. საბერძნეთში მგონი ერთადერთი კუნძულია, სადაც არ არსებობს მანქანა და მანქანოგზები არ არის, მანქანით გადაადგილება შეუძლებელია და აქედან გამომდინარე არ გაწუხებს არანაირი მანქანის გამონაბურქი, არანაირი ხმაური, სადაც გესმის მხოლოდ ზღვის ხმა და ტალღების ხმა. და ადგილიც როგორც ადგილი ულამაზესი ადგილი არის, ანუ არის ცისფერი ზღვა, თეთრი ქვიშა, ცისფერი აი ფირუზისფერი ზღვა რო არის, გამჭვირვალე რო არის და ცისფერი კამკამა წყალი არის. კუფონისიაში მოხვედრა შეიძლება მხოლოდ საზღვაო გზით, როგორც ვახსენეთ, წეგან არის კუნძულებისგან შემდგარი ჯგუფი, პატარ-პატარა კუნძულები არის და ფიზიკურად შეუძლებელია თვითმფრინავით. იქიდან გამომდინარე, რომ არის პატარ-პატარა კუნძულები და ალბათ ამიტომ არ გააკეთეს სპეციალურად აეროპორტი და ნუ გიწევს გემით გადასვლა საზღვაო გზით. ათენიდან გადის მანდაც გემი პირიადან, რომლის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 35-დან 70-80 ევრომდე. და მგზავრობის ხანგრძლივობა არის, როგორც წეგან გითხარით, ამიდან გამომდინარე 5-დან 8 საათამდე მერყეობს. ნუ გააჩნია როგორ გაგიმართლებთ და რა ამინდი შეგხვდებათ გზაში. ნუ სასტუმროები აქვს შედარებით ცოტა ძვირია წინათ ჩამოთვლილ კუნძულებთან შედარებით. 50 ევროდან იწყება მინიმალური და შემდეგ უკვე ადის და ადის. მანამ დასასვენებლად არის შესანიშნავი ადგილი სიმშვიდე. წარმოვიდგინე, რომ რაღაც სამოთხეში ხარ, არანაირი მანქანა, არანაირი ხმაური, არანაირი გამონაბურქი, სუფთა ჰაერი, პირისპირ რჩები ზღვასთან და ასე რომ ვთქვა. ზღვა არის და ტალღები, მეტი არაფერი იქ შეგაკეთებს. და ნუ რა თქმა უნდა, ტურისტები. მაინდა-მაინც თუ გემით არ გინდათ გადასვლა და 6 და 7 საათი არ გინდათ გემზე ყოფნა, შეგიძლიათ გადავხდით სანტორინზე, მიკონოზე ან ნაქსოსის კუნძულზე და იქიდან შეგიძლია გადახვიდეთ გემით, რომელსაც დაახლოებით ჭირდება 1-დან 2 საათამდე. ნუ მაგ შუალედში რა. ნუ მოდი ამასობაში გადავიდეთ საბერძნეთის შემდეგ კუნძულზე, მაგრამ სანამ შემდეგ კუნძულზე გადავიდოთ, გამოიწერეთ ჩვენი არქი და აკომენტარეთ თქვენი აზრი და რა თქმა უნდა, მოიწონეთ ვიდეო. ნუ შემდეგი კუნძული იქნება იკარია, რომელიც მდებარეობს საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს. ნუ სადაც მოხვედრა შესაძლებელია 10-დან სულ რაღაც 40 წუთში. მობილეთების ფასები მერყეობს 40-დან 120 ევრომდე. ნუ სეზონიდან გამომდინარე, თუ რა სეზონზე მიდიხარ, მაგრამ თუ მაინდა-მაინც არ გინდათ თვითმფრინავი და გინდათ გემით გადასვლა, გემით გზავრობა დაახლოებით 6-დან 9 საათამდე. ნუ კიდევ გავიმეორებ, რომ ამედიდან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი და მაგიტო აქვს მოხელა განსხვავება დროში. 3 საათი არ არის ცოტა დრო. და ნუ გემის ფასი არის დაახლოებით სადღაც 30 ევროდან 70-80 ევრომდე ეგრე მერყეობს მისი ფასები. ნუ გზავრობის ტიპს გააჩნია როგორ გინდა ემგზავროთ ეკონომიკ თუ ბიზნეს კლასით. ნუ სხვათა შორის ამ ადგილზე სასტუმროები არც თუ ისე ძვირი არ არის, დაახლოებით 30-40 ევროდან იწყება და ადის 100-150 ევროს ფარგლებში. ნუ ლაქშერში თუ არ ჩავთვლი და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, ძალიან ლამაზი ადგილი არის. ნუ არ ჩამოვარდება ჩვენ ჩამოთვლილ წინა კუნძულებსაც და ნუ საკმაოდ ბიუჯეტურია აქ დასვენებაც. ნუ კვებაზე სათითაოდ არ ვილაპარაკე სხვადასხვა კუნძულებზე, იმიტომ რომ იგივე ფასი ძდება ამ ჩამოთვლილთაგან ყველა კუნძულზე, ნუ დაახლოებით დღიური კვება ერთ ადამიანზე რო ვიანგარიშო ძდება 30-დან 60 ევრომდე ერთ ადამიანზე. ნუ მე ვიძახი მთლიანი დღის კვებას რა. დილაშუა დღით საღამოთი. ნუ მე ამაში გულისხმობ ბიუჯეტურ დასვენებას და არა ლაქშერ დასვენებას რა თქმა უნდა. ნუ შეგიძლია ჭამაში, ერთ ჭამაზე დახარჯო 100 euро. ნუ რას გააკეთებ და როგორ გააკეთებ და უკვე თქვენზეა დამოკიდებული, მე ვიძახი საშუალო ფასებს. ნუ მაგალითად რა დაждდება ჭამა ერთ ადამიანზე საშუალო კვებას გულისხმობ. ამასობაში ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ ვიდეო. და აკომენტარეთ თქვენი აზრი, თუ კიდე ისურვებთ ასეთი სტილის ვიდეოების ჩაწერას. ნუ ეს ადგილები რაც ჩამოთვალე, იმედია მოვახერხებ აქ წასვლას და პირდაპირ გადმოგცემთ იმ ემოციებს პირდაპირ ადგილიდან. არ დაგავიწყდეს არქის გამოწერა და აკომენტარე შენი აზრი, თუ რაიმე ადგილი იცით, მოვიძებ მასზე ინფორმაციას და ჩავწერა აუცილებლად ვიდეოს. ვარც ერთ კომენტარს არ დავტოვებ, პასუხს გავუცემთ. ყველა კომენტარზე ვეცდები გიპასუხოთ და ალბათ თქვენიც იმედია მოგეწონათ ვიდეო დროებით.